ინფრატემპორალური, აბა გადამითარგმნეთ. ინფრატემპორალური. საფეთქლის ქვედა. საფეთქელ ქვედას. საფეთქელ ქვედა. ანუ ინფრატემპორალური, ტემპორული სულ ერთია ანესთეზიას როცა დეუბნებიან, ეს გულისხმობს საფეთქელ ქვედა, სივრცე. ნერვი არ ქვია ამას, ანესთეზია კეთდება, ნახეთ სად საბოლოო წვეთის წერტილის შემდეგ მივდივარ საფეთქელ ქვედას სივრცეში. ასე იგი თვითონ ანესთეზიას დაერქვა ინფრატემპორული, საფეთქელ ქვედას სივრცე. გაგიგიათ ტოპში მიდამოები? ვაყურა საღეჯე მიდამო ლოყის მიდამო თვალბუდის მიდამო თვალბუდის ქვედა მიდამო ესენი არ გაგიგიათ სახე როგორ იყოფა საფეთქლის მიდამო საფეთქელ ქვედა სივრცე კისრის მაგრამ კისრის არ მინდა ეხლა ნახეთ ეს არის ერთ-ერთი ექიმი ვეისბრემი მან შეიმუშავა ეს ანესთეზია და ვეისბრემის მიერ არის მოწოდებული იმისათვის რომ გავაკეთო ინფრატემპორული ანესთეზია აუცილებლად უნდა იყოს რომელი კბილია ეს მესამე მოლარი ანუ ეს კბილი მჭირდება თუ არ არის მაშინ ინფრატემპორული ჯობია რომ მაშინ ტუბერული პალატინური გააკეთო ესე იგი მჭირდება მესამე მოლარი ჯერ ნახოთ კბილზე შპრიცი როგორ დავჭერ ნახე ეხლა თქვენ მითხარით სად ვაკეთებ ჩხლეტას მესამე მოლარის უკანა კიდეც. გარდამავალში. სწორია. მესამე მოლარის უკანა კიდის საპროექციო გარდამავალი. როგორ მიჭირავს? ვერტიკალურად. კი, კიდე ქვევიდან ზევით. ნუ გავიწევთ მიმართულებაში უნდა თქო ქვევიდან ზევით, ზევიდან ქვევით ესე იგი მიჭირავს ქვევიდან ზევით და ვერტიკალურად ნიშნავს რომ არა მაქვს არსად დახრილი 90 გრადუსის კუთხე. ანუ ქვევიდან ზევით. ეხლა ნახეთ როგორ მივდივარ. ეს ხო იყო ბავშვებო საფეთქელ ისა უკაცრავად ტუბერ ანუ ბორცვი. იმიტომ გითხეთ ეხლა მე მინდა თქვენ იცოდეთ საფეთქელ ქვედა სივრცე რა არის. როგორ მიგახოთ. საფეთქელ ქვედა სივრცე ტოპით ვარ. ეხლა ნახეთ. საფეთქელ ქვედა სივრცე ქვია რომელ სივრცეს. ეს საფეთქლის მიდამოა, ნახეთ, ეს რო წარმოიდგინეთ და საფეთქელ ქვედა სივრცე არის. ნახეთ, აი ეს ხო არის საფეთქლის. ეს აქ გრბილი ქსოვილები კუნთი, ნახეთ, დაფარული გვაქვს, ხო ესია? და აი ზევიდან რო ჩახედო, მერე, ნახეთ, აი აქ რო სივრცეა, ნახეთ? აი აქ ამას სასისფასია ფარავს. აი ესეთი სივრცეა საფეთქელ ქვედა სივრცე. წარმოიდგინეთ? დიახ. ვინმე ვერ წარმოიდგინა? შენ? წარმოვიდგინე. შენ ყველა? ეს სივრცე ერევათ. სხვა დროს თქვენ მეოთხე კურსში შებრეს დაგჭირდეს, არ ვიცი, მე ვიქნები სხვა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ რომელი ყოფილა საფეთქელ ქვედა სივრცე თქვენ წარმოიდგინეთ. აი ასე რო და აი ეს აქედან აქამდე, აი ეს რაღაცნაირი სივრცე. აი ესია მე ქვევით ფასია ფარავს სასის. ანუ ეს ბატონო. აი ეს სივრცე. ნახე რა შედის, ნახე გავშუთითი, აი ეს მორჩიც მაგაში შედის, ეს აი ეს სივრცე. ყოფილა საფეთქელ ქვედა სივრცე, ხო? ასე იგი, ანუ აქ შევდივართ. ეს ტექნიკურად არ არის ხართული და ნახეთ რა მინდა რომ მიხვდეთ. ბოლო მოლარის ეს ხო სწორად მიხვდით. არა. წითელს დააჭერდა ხალხს. მაიმე სულ დამიტეხეთ მორჩი თქვენ თამამით. ბოლო ეს მესამე მოლარი ამოღებული. ბოლო მოლარის უკანა კიდის საპროექციო სად უჩხვრით, აი აქ იქნება გარდამავალი ნაოჭი, აგერი ტყობა კიდეც. დამუშავებით. ხო, ვერტიკალურად მიჭირავს. შევდივარ ქვევიდან. ოღონდ ძვალზე. უკვე ძვალზე უნდა ვიყო. ემდო ლორწოვანს რო გაჩხვრით, ბილათ ისე არ უნდა შეგეშინეს, ძვალს უნდა მოედოს ნემსის წვერი. შევდივარ როგორ ძვალზე ცოცვით თანდათან ვღური, ანუ აი ამ საფეთქელ ქვედა სივრცეში შევდივარ. და ვღური 3 მილილიტრ ანესთეტიკს, მაგრამ თქვენი აზრით მანძილი ამ სივრცეში რომ მოვხვდე,
ტუბერს ვაკეთებდით პირველი მოლარიდან შევდიოდი 2.5 იყო აქედან უფრო მოკლე იქნება მანძილი თუ უფრო გრძელი აქედან უფრო გრძელი იქნება უფრო მოკლე იქნება. არა მოიცავ არა პირიქით მოკლე იქნება. ხო ანუ აქ თუ 2.5-ზე შევდიოდი აქ ნემსი მინდა 1.5-ზე თუ ნახე აქედან რო წამოვედი ანუ შევდივარ ზვალზე ცოცვით თანდათან ვღრი შევედი რამდენზე 1.5-ზე და დავღვარე 3 მილილიტრი ანესთეტიკი 5-6 წუთში მალევე გაიციშება მესამე მოლარი და მეორე მოლარი ესენი გათიშულია რა თქმა უნდა ალვეოლური მორჩი გრძილი და ლორწოვანი ეს ორი მოლარი 5-6 წუთი უნდა ამას მაგრამ 10-15 წუთი რო გავა გათიშულია პირველი მოლარიც და ნახე ორივე პრემოლარი ესე იგი 5-6 წუთში მესამე მეორე მოლარი 10-15 წუთში პირველი მოლარიც და პრემოლარი გათიშულია ალვეოლური მორჩი გრძილი ლორწოვანი როგორც ვესტიბულური ისე ორალური ორივე შავ ერთი მას დამატება არ სჭირდება ეხლა ერთი რამე მაინტერესებს ზონა გითხარით მაგრამ აი ამის მიხედვით რომელი ნერვები გაითიშა წინა უკანა და მოცა როგორ წინა უკანა და წინა შუა ალვეოლური ნერვი. წინა უკანა ერთი ნერვია ზედა უკანა ალვეოლური და ზედა შუა რატო კბილები რამე ეშვი გავთიშე ცენტრალური საჭრელი და გვერდითი აბა წინა ალვეოლური ნერვი რა შვაშია ანუ თქვენ სამწვერანი ზედა ეგა თქვენი ვაიმე სამწვერანი ნერვის ანატომიას ორი ზედა უკანა ალვეოლური ნერვი ზედა რომელი ზედა უკანა და ზედა შუა შუა წინა წინა არა ანუ ამ დროს გათიშულია ზედა უკანა ალვეოლური ნერვი ზედა შუა ალვეოლური ნერვი კიდე ზედა უკანა სასის დიდი ნერვიც გასაგებია აბა დამატება რატო არ დასჭირდებოდა მაშინ ხო შეეშინდა თქვენი ანჩი შეიძლება ესე იგი ზედა უკანა და შუა ალვეოლური ნერვები გაითიშა და სასის დიდი ნერვიც ამიტომ რომ ანესთეზიას რა სჭირდება დამატება რაიმე სხვა ტუბერულს სჭირდება პალატინური ტუბერული დროს მარტო ბორცვზე შედიხარ და აქ შედიხარ საფეთქელ ქვედა სივრცეში საიდანაც ეს ანესთეტიკი თიშავს შუა ტოტსაც და სასის დიდ ნერვსაც გასაგებია ოღონდ ვაკეთებთ მაშინ როცა რა გვაქვს მესამე მოლარი როცა გვაქვს მესამე მოლარი ისე ერთი რაღაცაა ბავშვო აქ ან ინფრატემპორულის დროს ვთქვათ ესე იგი 3 მილილიტრი იღვრება თავიდან ინფრატემპორული ანესთეზიის დროს ზოგჯერ პაციენტს აუღნიშნავს რომ ქვედა მოლარებთან დაბუჟება აქვს რა ხდება ქვედა ნერვი გავთიშეთ არა სუსტად მაგრამ შეიძლება იყოს ბოლო მეორე მოლარზე საფეთქლის ღრმა ვენებსაც შევეხეთ ვენა რა შვაშია მე ვენა ნერვს ზოლმანებს ვენას რომ შეეხო ვენას დაზიანდეს თორე გათიშავს იმას მშობლობას ნერვი უნდა მე ვენას ვარაუდო როდესაც მიცოცავს ნებს ხო დაუღვრით მე ზევით მიცოცავს საფეთქო კონდენსაციაში ასე ჩაიღურება უკვე შენ ანუ რაღაც მოკიდე თამასხენი ჩამორეკე ქვედა მოლარი რო გზნობელობა ცოტა სუსტად დაეკარგოს რომელი ნერვი აინერვირებს ქვედა ალვეოლური ნერვი რითი გამოდის ეწვეთება რა ის ოვალური ხვრელიდან რო გამოვიდა სადა ესახსა სად ჩადის ის ქვედა ხვრელში მაგრამ ხვრელში კი არ ხდება აქ ანესთეტიკი ზვალს შიგნიდან და გარედან რა აქვს მიმაგრებული ძვალს არა მე რა აქვს ძვალს გარედან რა ეკურის გარედან რა ქვია რა კუნთები საგეჭი აქედან რომელია იცი ისე საგეჭი და საფეთქი აქეთ მუსკულოს პტერიგოიდეუს და მუსკულოს რა მედიალური ლატერალური თისებრი კუნთები თისებრი კუნთები თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ
კუნთები როა ძვალზე მიმაგრებული ესე მჭიდროდ ეყრის თუ მიმაგრების ადგილებს შორის სივრცეებია იმ სივრცეები. სივრცეებში რა გადის ნერვები და სიზარხო სიზარხო იუღრება მაგითო და ვარაუდობ თუ ეს ანესთეტიკი ანუ უფრო მეტი რაოდენობით შეიტანია იმის მილილიტრი ჩაიღმარა ამ ფრთათაშორისი სივრცეები ქვია მიხდი დიფუზია მოახდინა სუსტად გაუტკივარდება სუსტად თორე ამაზე ვერაფერს ვერ გააკეთებ ვერ წამოიღებ მიხდი განაისო იმ კბილზე იმუშაო უბრალოდ სუსტი ანესთეზია შეიძლება დადგეს ანუ არ დააყოთ პირი გაკვირვებისგან მე გავაკეთე ზედაყბის ნერვი გავთიშე ზედაყბაზე და ქვედაყბის კბილს რა თუ აქვს სიე ანესთეზია ესე იგი ჩაიღვარა ფრთათაშორის სივრცეში ცოტა დიფუზიით ჩავიდა ცნობილობის სუსტად დაიკარგა მიხდი სუსტად გამოიხატა ეს ანესთეზია და რა ისე იკვრის მიადგი ამოიღო და რამისი მოხერხო და გადახერხო გასაგებია რატო შეიძლება ეს მოხდეს ტუბერული და ინფრატემპორული ანესთეზია ბავშვებო აუცილებლად როცა გააკეთებთ თუ მშრალად წახვალნებს ჯერ ქსოვილებს დააზიანებ მერე წვრილ სისხლებს ან კაპილარებს და ნერვებს გაჩნდება ჰემატომები ან ნერვის ანთება-წავა ამიტომ ჩვენ რომც ვაკეთებთ ამ ორ ანესთეზიას ყოველთვის ფრთხილობ რამხრივ რა თქმა უნდა ვხური მაგრამ რო ველოდები 5-7-12 წუთი ან აქ ვთქვათ 5-6 წუთი თუ 10-15 აი ეს მასაჟს ვუკეთებ ნახე ამ ტუბერულ ადგილას ირის ხუში ცეც შევიტან და ვამასაჟებ ბორცვს რო განაწილდეს რომ არ მოხდეს ჰემატომის ჩამოყალიბება ეგ კი არა თუ მოვრჩები მე მანიპულაცია ალბათ ხომ მოვრჩები ვეუბნები რომ ცივი დაიდოს ცოტა ხნით თუნდაც სახში რომ მივა ან იქვე ვადებ ცივს რომ როგორღაც არ გვინდა რომ პატარა კაპილარისამე დაზიანება იყოს და გაჩნდეს ჰემატომა იცი რატო ბავშვო ჰემატომები აქ თუ გაჩნდა ბორცვთან ფრთასასის ფოსოსთან ჰემატომა არის ეს ჩაქცევა შეიძლება როდის გამოვლიდეს იცი უკვე რომ დაჩირქდა და ეს არის ძალიან სახიფათო მიდამო თქვენ ხო იცით ფრთასასის ფოსო და ეს ბორცვი რა არის აქ თვალბუდის ქვედა ნაპრალი ზას უკავშირდება თვალბუდის ფრთასასის ფოსო ქალას ეს მეგონი აღვიქს ძალიან სწრაფად ინფექცია შეიძლება წავიდეს თავის ტვინში მაშინ შეიძლება გავცელდესო და გადავიდეს სასის მიდამოში არ ვიცი სხვა რა აგეხსნა მე რასაც ვთქვი იმაზე გააკეთე აქცენტირება სასამწუჩი არ მაინტერესებს ნახე სულ სხვა რამეს ვამბობ სასარაშოშია ფოსოდან ფრთასასის და თვალბუდიდან ინფექცია თუ წავიდა ადამიანს ემართება მენინგიტი რატოსასაა მენინგიტი გაგიგიათ კლავს მენინგოენცეფალიტი ტვინის აბსესი და კიდე უამრავი ცუდი რამე ანუ ამას ქვია ინტრაკრანიალური გავრცელება ბავშვო სახიდან ყველაზე სწრაფად მithumetes ზედა ზონიდან და შუა ზონიდან აი სადადის ინფექცია თავში თქვენ გაგიგიათ გველის ნაკბენი ძაღლის ნაკბენი რაც უფრო თავიდან ცოტა შორს არის მეტი დრო გაქვს რაც ახლოა კისერია თავია ლოყა ვიდრე ფეხზე მეტი დრო არ აქვს სისწრაფეა საჭირო რომ დროში იმიტომ რატო ადვილად სელდება აქ არის კუთხის ვენები ქვია ნახე ესეთი ვენებია ზედა სარქველები კი არა აქვს და უცებად ის ინფექცია სახის არიდან და ამიტომ ყოველთვის სახიფათოა ესეთი თუნდაც ინფექცია სწრაფად გავრცელდება ეხლა მითხარი ზურამ რა გითხრა სასაზე ზუსტად ეგ თქვა რომ შეიძლება დინათან ზურა ის მითხარი ხონებული როგორ დაიწყო ტოქს გასწავლიდა გავცელდეს სასის მიდამოშიო და მაქედან უკვე ვენები და იმები დავიდესო ხო გასაგებია მაგრამ მაგას სასას რა კავშირი აქვს ტუბერულთან ტუბერულს სასაზე ვაკეთებ მაშინ პალატინურ ანესთეზიას არა უბრალოდ გამახსენდა ეგ გამიმის დაჩირქება და ის რო ახსენეთ მაქედან გამახსენდა ხო მაგრამ მე კონკრეტულ ანესთეზიას აქვს თავის ქართული